მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, იუსტიციის მინისტრს, რეგიონალური განვითარების მინისტრს, აჯარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს, საკანონმდებლო კანონის წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებს. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი იუსტიციის სახლის გახსნა ნიშნავს მეტხელმისაწვდომობას და კომფორტს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებამ რეგიონში შექმნა ახალი სამუშაო ადგილები, რაც რა თქმა უნდა დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მე მინდა მადლობა გადაუხადო იუსტიციის მინისტრს ბატონ პაატა სალიას, იუსტიციის სახლის თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც წვლილი შეიტანეს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი ჩვენი რეგიონის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ვითარდება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად, არამედ ინსტიტუციურადაც. პარალელურად მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის, სოციალური თუ საგანმანათლებლო მიმართულებებით. ეს არის სისტემური პროცესი, რომელსაც მოაქვს რეალური შედეგები. ჩვენი ამოცანა არის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს კეთილდღეობა და შედეგები. დიდი მადლობა.